ჩვენი ისტორიის ეს ნაწილი ძალიან გავს დღევანდელ რეალობას. იყო დრო, როცა საქართველო დაფანტულ მარგალიტებს გავდა, რომლებიც მტვერში ეყარა და პატრონს ელოდა. ქართველი ქართველისთვის უცხო გამხდარიყო. იყო მიწა, რომელიც საკუთარ შვილებს არ ეკუთვნოდათ, რადგან ყველა თავის პატარა სამეფოში ჩაკეტილიყო. ქვეყანა სულ ზღაფავდა, რადგან მისი ძარღვები გაწყვეტილი იყო. სწორედ ამ წვდიათში გამოჩნდა ის. მან დაანგრია არა ციხეები, არამედ ის უხილავი კედლები, რომლებიც ქართველს ქართველისგან ყოფდა. ის იყო ხიდი უფსკრულზე. მის გარეშე არავინ იცის, გაუძლებდა თუ არა ჩვენი გენი ისტორიის ქართეხილებს. ის არ არის უბრალოდ მმართველი, ის არის საფუძველი, რომელზეც შემდგომში დავითმა დიდი ტაძარი ააგო და თამარმა ოქროს ხანა დააფუძნა. მისი სახელი თავად ერთობის სინონიმია და ის იყო მეფე ბაგრატ მესამე.